მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ტრადიციულად ყოველთვიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისა და სტიქიების მიხედვით. ზოდიაქოს ნიშნების არა, უბრალოდ სტიქიების მიხედვით, რომელიც სტიქიების ქვეშაც ერთიანდებიან შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნები. და ტრადიციულად თქვენ მიერ მოწოდებული ფორმატი და მოწონებული ფორმატის მიხედვით ვაკეთებთ ესეთ გაშლას, რა იყო, რა არის, რა იქნება. აი ესე. ნახოთ ახლა რა იყო მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა იყო ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა იყო წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და რა იყო ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი. ეხლა ვნახოთ რა არის ამ ეტაპზე. ეს წინ რა იყო, რა უძღოდა წინა მოვლენებს. ეხლა ვნახოთ რა არის, აი მოცემულ მომენტში რა არის შესაბამისი სტიქიების მიხედვით. რა არის მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან, რა არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან, რა არის წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან და რა არის ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან და ბოლოს რა იქნება თითოეულ სტიქიასთან აპრილის თვეში. მეგობრებო, შეგახსენებთ, ბევრჯერ მაქვს თქვენ, მაგრამ კიდევ შეგახსენებთ, რომ უნდა უყუროთ არა მხოლოდ თქვენს ძირითად ნიშანს, რომელშიც გყავთ მზე, ანუ იმ სტიქიას, რომელშიც თქვენ მზე არის, ხო? არამედ უნდა უყუროთ იმ ნიშნის სტიქიასაც, რომელშიც გყავთ მინიმუმ ასცენდენტი. და თუ უყურებთ იმ ნიშნის სტიქიასაც, რომელშიც გყავთ მთვარე, მაშინ უფრო შეკრავთ ამ ინფორმაციას სრულად. აი ესე. ნახოთ რა იქნება აპრილის თვეში თითოეული სტიქიისათვის. რა იქნება აპრილის თვეში მიწის სტიქიასთან, რა იქნება აპრილის თვეში ცეცხლის სტიქიასთან, რა იქნება აპრილის თვეში წყლის სტიქიასთან და რა იქნება აპრილის თვეში ჰაერის სტიქიასთან. აპრილის თვეში წესით მეტნაკლებად რაღაცები ლაგდება. მარტივ გქონდა ურთულესი, ჩემი გაშლაც პრინციპში ამაზე მეტყველებდა. და ვნახოთ, დავიწყოთ მიწა. რა ხდებოდა მიწასთან? მიწასთან იყო პენტაკლების რაინდი. მიწის სტიქიის წარმომადგენლებს მარტის თვეში ცალსახად ჰქონდათ ფინანსური სირთულეები. ეს შეიძლება არ ყოფილიყო ისეთი გამოხატული სირთულე, რომ აი პურის ფული არ მაქვს და არ ვიცი რა ვქნა, თუმცა მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ვინაიდან უყვართ სტაბილურობა, უყვართ რაღაცა განსაზღვრა წინასწარ, ბიუჯეტის დაგეგმვა და გეგმების ესე რაციონალურად აწყობა, ხო, აი ეს სტაბილურობა არ გქონდათ მარტის თვეში და წინა პერიოდში მიწის სტიქიის წარმომადგენლებს. ეს ცალსახა არის მიწის სტიქიასთან. რა არის ახლა? ახლა არის თითქოს მდგომარეობა, როდესაც მიწის სტიქიის წარმომადგენლები იღვიძებენ. პრინციპში ეხლა უკვე იღვიძებს ბუნება, ანუ თქვენი სტიქია იღვიძებს მიწის სტიქიის წარმომადგენლებო. და რაღაცა ძალა მოგეცემათ, თითქოს ახალი იდეები მოგეცემათ, ახალი გეგმები მოგეცემათ, აი რაღაც ესეთი სიტუაცია იქნება. ოღონდ აი ეს არ არის აქტიური მოქმედება ჯერ, ეს არის რაღაცა ტვინში რომ მოხაზულობას აკეთებ, აი ესეთი სიტუაცია. და რა იქნება, ზუსტად ამაზე მეტყველებს, აი ეგ არის high princess, ანუ ქურუმი ქალი, რაღაც შეიძლება ინსაიტები მიიღოთ, მნიშვნელოვანი გაცნობიერებები მიიღოთ მიწის სტიქიის წარმომადგენლებმა. აქ არ იქნება აპრილის თვეში, მოდი ერთ არკანს დავამატებ ფინანსებთან მიმართებაში. მე უფრო მგონია, რომ აქ იდეები
წამოვა უფრო რაღაც ახალი სიტუაციები. შეიძლება იყოს სხვა შორის ახალი ნაცნობობაც არ არის გამორიცხული. მოდი ვკითხოთ ერთი არკანით ფინანსებთან რა ხდება მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. მანახე ფინანსები აპრილში. ხო, აი რვიანი კვერთხები რა. აქ უშუალოდ ფინანსებზე არ გველაპარაკება, აქ გველაპარაკება რაღაც ახალ საწყისებზე, ახალ ბიძგებზე, ახალ ინერციაზე, ასე რომ ვთქვათ, რომელიც მოგცემთ მერე მომავალში სტაბილურ ფინანსურ სიტუაციას. მაგრამ აქ მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, იმიტომ რომ აქ აპრილი არის თვე, როდესაც რა ვიცი, აი ამოიწერეთ ყველა იდეა, რაც თავში მოგივათ, რა მოდი ესე ვთქვათ, აი გახსენით ან კომპიუტერში, ან ტელეფონში, ან ბლოკნოტში ჩაიწერეთ ყველა იდეა, რაც თავში მოგივათ და ნელ-ნელა ეცადეთ, რომ ეს იდეები განახორციელოთ. აქ იდეების თემაა აპრილის თვეში. ნახოთ ცეცხლთან რა ხდება. ცეცხლთან იყო სიტუაცია, როდესაც რთული პერიოდი გაიარეთ, საკმაოდ რთული პერიოდი გაიარეთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებმა. ეს იყო რაღაც აი განკითხვის დღესავით რომ მოგიწყვეს, ასე რომ ვთქვათ, მაღალმა ძალებმა და სამყარომ მოცემულობა, როდესაც გამოიცადა თქვენი ნერვული სისტემა, თქვენი ზრდასრულობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ანუ რამდენად ისწავლეთ ის გაკვეთილები, რა გაკვეთილებიც უნდა გესწავლოთ. წესით და რიგით, რა გაკვეთილებიც აქამდე გამოგიგზავნათ სამყარომ, რამდენად მიხვდით, რამდენად გააცნობიერეთ და რამდენად გაითავისეთ. აი ეს თემა არის აქ. ეს უძღოდა მარტი, ანუ თებერვალი, ესეთი სიტუაცია იყო წინა პერიოდში. რაც შეეხება ეხლანდელ მოცემულობას, ხო? ეხლანდელ მოცემულობაში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები უკვე გააქტიურებულები ხართ, უკვე ხართ საბრძოლო მოცემულობაში, ანუ თითქოს გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ აი არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ და აი ბოლომდე რაც ჩემია, იმას მივიღებ. ანუ აქ ეს არის ენერგია, როდესაც სიტუაცია გადის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნერვულ სისტემაზე, ნერვულ სტაბილურობაზე, ემოციების კონტროლზე, მათ შორის სიტყვების კონტროლზე. ანუ ნუ იქნება ზედმეტად კონფლიქტურები. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები აპრილის თვეში ეცადეთ, რომ აი რაღაც შეინარჩუნოთ ეს კი ბატონო מחვილგონიერება და ენის מחვილობა, ენა ჭერმეტყველობა შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიულები და კრიზისში ნუ შეიყვანთ საკუთარ მოცემულობას, იმიტომ რომ აქ რა იქნება, აქ არის, ნახეთ, განდეგილის არკანია აქ მოსული. ანუ განდეგილის არკანი აქ ნიშნავს იმას, რომ შინაგანად გექნებათ სურვილი მხარდაჭერის, ანუ აქ არის აი თუ დააკვირდებით ეს არკანი გამოხატავს პილიგრიმებს, რომლებიც აი აგერ არის ტაძარი და აი თითქოს მომლოცველობით გზას გადიან, ხო, აი თითქოს მოგზაურობას იწყებენ, სულიერ გამოღვიძებას იწყებენ და შეიძლება გქონდეთ სხვა შორის ცეცხლის სტიქიასთან მახსოვს მნიშვნელოვნად, რომ მარტის თვეშიც განდეგილის ენერგია მოვიდა და ახლაც განდეგილის ენერგია მოვიდა, ანუ თქვენთან ეს პერიოდი რაღაცნაირად გრძელდება თითქოს, რომ აი სურვილი არ მაქვს ვიკონტაქტო და თუ ვკონტაქტობ, რაღაცნაირად შეიძლება აგრესიულად ვიკონტაქტო და ამიტომ თითქოს თავს ვარიდებ ბევრ ადამიანებთან კონტაქტს. ესე აპრილის თვეში მთლად აღარ იქნება ეს სიტუაცია, მოგიწევთ, რომ ხალხთან მიურთიერთოთ, თუმცა ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ რაღაცნაირი ბალანსივით რა, არ იყოთ ზედმეტად ესეთი აი პირში რომ მიახლიან ხოლმე რა, ცეცხლის სტიქიებს გახასიათებთ ეს რაღაც ბრაზის მოცემულობაში და მონაკვეთში, თითქოს აი რასაც იმსახურებს პირდაპირ პირში რომ მიახლით ადამიანს. აი ეს არ გაწყობთ, იმიტომ რომ ეს დაგაზიანებთ, იმიტომ რომ აქ გამოცდას გადის თქვენი მოთმინება, თქვენი გონიერება, თქვენი ეს სული იწრთობა, ასე რომ ვთქვათ და ეს თქვენი სიჩქარე, რაც გახასიათებთ ბუნებრივად, ხო, ეს რაღაცა ბობოქარი ბუნება, აი აქ იწრთობა ზუსტად მოთმინებაზე.
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან. ვნახოთ ახლა რა ხდება წყალთან. ხო, წყალთან რა ხდებოდა? აქ არის პენტაკლების მეფე, ოღონდ უარყოფითი გამოსახულებით. წყლის სტიქიის წარმომადგენლებს სხვათა შორის ხო საინტერესოა. აქ შეიძლება გქონდათ სირთულეები ფინანსებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს სირთულეები არ გიკავშირდებოდათ უშუალოდ მხოლოდ თქვენ. ანუ ეს შეიძლება ყოფილიყო ან საოჯახო საკითხები, ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც თქვენი პარტნიორი, ან ბიზნეს პარტნიორი, ან სასიყვარულო პარტნიორი აღმოჩნდა რაღაც ფინანსურ სიდუხჭირეში, ფინანსურ სირთულეებში და ეს თქვენ შეგეხოთ. აი რაღაც ესეთი არაპირდაპირი ენერგია მოდის აქ, როდესაც სხვა ადამიანების ჩარებაც არის. თითქოს აი თქვათ თქვენი ბოდი ბრჭყალებში გამოვიყენოთ ამ თქვათ თქვენი ბრალეულობა არ ყოფილა რომ ეს სირთულე დადგა ფინანსური, მაგრამ მაინც დადგა თითქოს რა რაღაც ესეთი მოცემულობა გვაქვს. ეხლა რა არის? ეხლა არის სიტუაცია, როდესაც ეხლაც არ ახართ, მოდი ესე ვთქვათ, მთლად წელში გამართული, თუმცა ეხლა აკეთებთ აი რაციონალურ გადაწყობას იმ მოცემულობაზე, რა მოცემულობაც ამ მომენტში თქვენს რეალობაში დგას ფინანსებთან დაკავშირებით და შეიძლება სხვა შორის აქ იყოს რაღაცა ახალი იდეები, ბიზნეს გეგმები, რაღაცა ესეთი, მაგრამ ჯერჯერობით პირდაპირ ნუ გადაეშვებით თავით, ან გადაამოწმეთ, ან ინტუიციას ენდეთ, ან რაღაცა ესეთი დააკვირდით, რომ სასურველი დროში არჩიოთ ახალი წამოწყებისთვის, თუ ამას გეგმავთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებო და აქ არის რა იქნება, სამიანი თასებია აქ. აქაც პარტნიორობა საჩვენებს, აქაც აჩვენებს, რომ შეიძლება აი ვიღაცა სხვა ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც ემოციურ მხარდაჭერას გაგიწევთ ისეთ დაუშვათ ისეთ შთაგონებას მოგცემთ, ან ისეთ ენერგიას მოგცემთ, ან ენთუზიაზმს გააღვიძებთ თქვენში, რომ გადაწყვეტთ, რომ ყველაფერი აი ისე არ არის რა. თუმცა, აი ხო გეუბნებით, აი ამას უძღვის წინ რაღაცნაირი ემოციური სირთულე, აპათია, სირთულეებიდან გამოწვეულია ეს რაღაც იმედგაცრუება წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან. ამიტომ აი ეცადეთ, რომ რაღაცნაირად შინაგანი ბალანსი მოიპოვოთ ჯერ და მერე დაიწყოთ ახალი იდეები წყლის სტიქიამ. და ბოლოს ნახოთ რა ხდება ჰაერთან. ხო, ჰაერთან არის 10-იანი თასები. პრინციპში ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს მე ვერ ვიტყოდი, რომ რთული წინა პერიოდი გქონდათ. აქ არის ისეთი მოცემულობა, როდესაც კარგად გრძნობდით თავს, აი სუბუქად იყო თქვენი ემოციური განწყობა. სიმსუბუქით მოდის ჰაერის სტიქია, წინა პერიოდი არ იყო თქვენთვის ძალიან მძიმე და ეს პრინციპში ცუდი არ არის. ეხლა რა ხდება? ძალიან რთული მოცემულობა აქ ნახეთ. ეხლა ხდება ის, რომ თითქოს რაღაცნაირ დაღლას გრძნობთ ფიზიკურად, მათ შორის ემოციურად, მიუხედავად იმისა, რომ აი აქ რაღაცა მნიშვნელოვან სირთულეს არ მიჩვენებს, ხო? თქვენი შინაგანი განწყობა მაინც არის აი რაღაცნაირი ისეთი გადაღლილი. არ ვიცი აქ გაკლიათ ენთუზიაზმი, არ ვიცი აქ გაკლიათ მოტივაცია, არ ვიცი გაზაფხულია და უბრალოდ ეს რაღაცა ძალის გამოცვლა რო იცის ხოლმე და ძილიანობა რო გვემატება აი ეს მოცემულობა ჰაერის სტიქიასთან, მაგრამ აი რაღაცნაირად ისე ხართ რა. ცოტა დაღლილები ხართ ფიზიკურად მათ შორის ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები. აი რა იქნება? და აი დააკვირდით ეს დაღლილობა, როგორ ეს არის რა ქვია, წვეთობით გაიხვიტაო, ხო იცი ეს გამოთქმა, რომ აი დაახლოებით ესეთია რა, თითქოს თქვენი მოთმინების ფელა წვეთობით ივსება და კონკრეტულად რას ეხება ეს თქვენი მოთმინების დაკარგვა თუ მოთმინების ავსება, ეგ ხა ყველა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლისთვის თავისთავად ინდივიდუალური იქნება და ცალკე განსარჩევი და განსახილველი თემა, მაგრამ ჰაერის სტიქიის აი დაილია უბრალოდ ეს გამოთქმა ზღვა წვეთობით დაილიაო რა. აი რაღაც ისეთია თქვენთან.
ჰაერის სტიქის წარმომადგენლებო, ეცადეთ, რომ ზედმეტად მოიქნებით ემოციურები. თქვენთან ყველაზე მეტად მოდის ახლა აქ აპრილში ემოცია, ის გადაჭარბებული ემოცია და მკვეთრად მიიღებათ ბევრი სიხარულის, თუნდაც მკვეთრად მიიღება, თუნდაც გარკვეული გამოწვევებისა და სირთულეების, გააკეთებთ ისე, რომ რაღაც ერთი პოლუსიდან მეორეში აღმოჩნდეთ. Იმიტომ ეს მნიშვნელოვანი რყევები ემოციებზე კიდევ უფრო მეტად აისახება თქვენ შემთხვევაში და ის სტაბილურობა და ის დაღლა, რომელიც ისედაც გაგაჩნიათ, უფრო მეტად გაგიმძაფრდებათ. აი ესეთი იყო ჩემი ძვირფასება აპრილისთვის პროგნოზი სტიქიების მიხედვით. დააკომენტარეთ თუ რეზონირდება, თუ გამოგეხმაურათ ის მოცემულობა, რაც ახლა მე თქვენთან ერთად გავაჟღერე. და შევხვდებით უახლოეს მომავალში უკვე სხვა საინტერესო თემებით, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, თავისთავად ცხადია, უნდა გამოიწეროთ. ძალიან დიდი მადლობა და დროებით.